გამარჯობა მეგობრებო და გიბრუნდებით ცხელი სიახლეებით. გასაიდუმლოებული ინფორმაცია ნაპოლიდან და PSG-ს უარი ხვიჩას. რატო ვერ დაეხმარება კვარა ნაკრებს? მიქაუტაძის მორიგი გოლი. ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო დუეტი და ლიონის გულშემატკივრების მხარდაჭერა ქართველს. ვიდეოს დაწყებამდე კი თხოვნა დამიფასო ჩრომა და ავიდეთ ტრადიციულ 2000 მოწონებაზე. ხოლო თუ ჯერ კიდევ არ ხარ არხის გამომწერი, თხოვნა გამოყო რიწამი. გამოიწერო არხი და ერთად განვავითაროთ ქართულ YouTube-ში სპორტული მიმდინარეობა. მადლობა მეგობარო თუ ეხლა ეს ჩემი ორი პატარა თხოვნა გაითვალისწინე და მოდი დავიწყოთ. სურიკოს გოლი და საუკეთესო შედეგი. საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში სენტ-ეტიანის სტრასბურგს ესტუმრა და 1-3 დამარცხდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი გავლენიანმა გამოცემა სოფასკორმა სტუმართა გუნდის ფეხბურთელები შეაფასა და ზურიკო დავითაშვილი გამოარჩია. როგორც მოგეხსენება სენტ-ეტიანის რიგებიდან თავის გამოჩენა მხოლოდ ზურიკომ შეძლო, რომელმაც ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა. სოფასკორმა კი ქართველ ფეხბურთელს შეფასებად 7.8 ქულა დაუწერა, რაც სენტ-ეტიანის რიგებში ყველაზე მაღალია. მაგრამ ქართველის კარგი თამაში საკმარისი არ აღმოჩნდა. სამწუხაროდ მისი გუნდი 31 ტურის შემდეგ 27 ქულით სატურნირო ცხრილის ბოლოს წინა ადგილზეა და დიდია შანსი რომ ისინი ლიგა 1-დან გავარდნენ. ამ შემთხვევაში კი ზურიკო ახალი კლუბის იებას დაიწყებს. ასევე გეტყვით რომ ზურიკო მიმდინარე სეზონში მერვე გოლი გაიტანა. მომდევნო შეხვედრას კი დავითაშვილის გუნდი 3 მაისს მონაკოს წინააღმდეგ გამართავს. კიდევ ერთი სეზონი ვალენსიაში. გიორგი მამარდაშვილის პოზიცია ცნობილია. ბოლო პერიოდში ესპანური მედია გიორგი მამარდაშვილის შესახებ არაერთ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. ბევრი გამოცემის აზრით ვალენსიას ქართველი მეკარის შენარჩუნება მომდევნო სეზონში სურს, რაზეც როგორც იწერება გიორგი მამარდაშვილის თანახმა. ამ ფაქტთან დაკავშირებით ბევრს საუბრობენ ინგლისშიც, სადაც დაზუსტებული ინფორმაცია როგორც ჩანს არ აქვთ. მაგრამ რეალურად გიორგი მამარდაშვილის ვალენსიაში დარჩენა აღარ სურს. 24 წლის მეკარე ლივერპულთან ერთად პრესეზონის გავლასა და მომდევნო სეზონში პირველი ნომრობისთვის ბრძოლას გეგმავს. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ ბოლო სანაკრებო პაუზის დროს ისაუბრა, სადაც კიდევ ერთხელ დაადასტურა რომ სეზონის ბოლოს ვალენსიას დატოვებს და ლივერპულს შეუერთდება, მაგრამ ამ მომენტისთვის უცნობია თუ რა ბედიელის ალისონ ბეკერს. ბრაზილიელი მეკარის შესაძლო წასვლაზე ჯერჯერობით არაფერი იწერება, თუმცა ზაფხული სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად როგორც ალისონის ისე მამარდაშვილის თაობაზეც უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი. დღევანდელი მოცემულობით კი დიდი შანსია რომ ორივე მეკარე ლივერპულში დარჩეს, რაც იმას ნიშნავს რომ 2025-26 წლების სეზონში მერსესაიდულ გრანდს ორი უმაღლესი დონის მეკარე ეყოლება. ლიგა 1-ის 31 ტურში რიონის თავკაცმა პაულო ფონსეკა მიქაუტაძე სათადარიგოთა სკამზე დასვა, თუმცა გიორგი თამაშში მეორე ტაიმში ჩართო. მოედანზე გამოსვლიდან კი 59 წამში რაიან შერკის დახმარებით ქართველმა ფეხბურთელმა საოცარი გოლი შექმნა. ამ გოლით კი მიქაუტაძე მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. ლიონმა კი რენის 4-1 მოუგო. ლიგა 1-ის ოფიციალურმა გვერდმა კი იქში გიორგი მიქაუტაძისა და რაიან შერკის შესანიშნავ დუეტს პოსტი მიუძღვნა. აღსანიშნავია რომ ამ მომენტში მათი დუეტი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა, რაზეც სტატისტიკაც მეტყველებს. კერძოდ ტრანსფერმარკეტის მონაცემებით ქართველმა ფორვარდმა ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 10 გოლი გაიტანა. 10-დან კი 4-ში საგოლე გადაცემა შერკის ანგარიშზეა. ამოგებით კი ლიონი ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრისთვის ბრძოლას აგრძელებს. ამიტომ თუ ფონსეკას გუნდი საუკეთესო 4-ში მოხვდება, შემდეგ სეზონში ისინი ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებენ. რაც შეეხება ლიონში მიმდინარე მოვლენებს, როგორც მოგეხსენებათ ლიონის თავკაც ფონსეკას გუნდში არსებული სიტუაცია აერია. მასზე ვეტერანი ფეხბურთელებიც ეწოლას ახორციელებენ, რასაც ფონსეკა ვერ უძლებს. რის გამოც ლიონის ახალგაზრდა ფეხბურთელები, მათ შორის მიქაუტაძეც ძალიან იჩაგრება და მას ძირითადიდან თამაში არ უწევს. ამ ფაქტს კი ლიონის გულშემატკივრების შემდეგი კომენტარებით ეხმაურებიან. ლაკაზეტისგან განსხვავებით მას სისხლში აქვს გოლების გატანა. მშობს ლაკაზეტმა ენა გააჩეროს და ადგილი ჟორჟს დაუთმოს. მიქაუტაძეს მიმდინარე სეზონში ჩვენს გუნდში ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი. მინიმუმ ამის გამო უნდა იყოს ის ძირითად შემადგენლობაში. ფონსეკა მიხვდა თავის შეცდომას. ჟორჟის სკამზე აღარასდროს არ უნდა დასვას. წერენ ლიონის კომაგების სოციალურ ქსელში. ამიტომ იმედი დავიტოვოთ რომ ფონსეკა ამ წნეხს გადალახავს და ახალგაზრდებს სრულიად მიენდობა. როგორც მოგეხსენებათ გასულ ტურში პარიზელებმა თავისი ხანგრძლივი წაუგებელი სერია ნიცას წინააღმდეგ დაასრულეს. დედაქალაქელებმა კი საკუთარ კედლებში ნიცასთან 1-3 წააგეს. ბევრი ვარაუდობდა რომ არსენალთან გასამართი უმნიშვნელოვანესი თამაშის წინ პარი სენ-ჟერმენის თავკაცი ლუის ენრიკე წამყვან ფეხბურთელებს, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიას დასვენების საშუალებას მისცემდა. თუმცა ასტურიელმა სპეციალისტმა საბრძოლო შემადგენლობა დააყენა და წინა ხაზზე კვარაცხელია დემბელე დუეტს ნაცად ტრიოს გამოუცხადა ნდობა. როგორც ჩანს ლუის ენრიკე აქტიურად ცდილობს ამ შემტევი ტრიოს შეთამაშებას, თუმცა ნიცასთან შეხვედრაში კარგად გამოჩნდა რომ ყველა ფეხბურთელი არსენალთან უმნიშვნელოვანეს შეხვედრაზე ფიქრობს. ეს შეხვედრა კი რამდენიმე დღეში, კერძოდ 29 აპრილს გაიმართება. ამიტომ ტრადიციულად დააფიქსირეთ თქვენი აზრი, თუ რა ანგარიშით მორჩება ეს ძალიან საინტერესო შეხვედრა.
ხოლო ვინც ორანგარიშს გამოიცნობს ის შემდეგ ვიდეოში მოხვდება. რაც შეეხება უშუალოდ კვარაცხელიას, ნაპოლიდან ხმები კვლავ ისმის. კერძო ცოტა ხნის წინ იტალიელმა თავკაცმა ვალტერ მაზარიმ ნაპოლიში გასულ სეზონში გატარებული მოკლე პერიოდი გაიხსენა, რომელიც დეტალურად შემდეგ კომენტარს აკეთებს. თავიდან კარგად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ დადებითი შედეგი ნაკლებად ჰქონდა და თებერვალში გამათავისუფლეს. ეს სამწუხარო იყო თუნდაც, იმიტომ რომ 3 თვის განმავლობაში კვარაცხელიასთან მუშაობის შესაძლებლობა მქონდა. ის არის ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე ყველაფერს აკეთებს. ის ძალიან ნიჭიერია, როგორიც ლავეცი იყო, მაგრამ ლავეცისგან განსხვავებით უფრო შედეგიანია და მეტი გოლი გაქვს. იანვარში აფრიკის თასის გამო ოსიმენი და ანგისა დავკარგეთ. ასევე გავყიდეთ ელმასი. ტრამვებისა და განსაკუთრებით ოსიმენის დანაკლისის გამო გოლის გატანა გვიჭირდა, განაცხადა მაზარი. ასევე ხვიჩას შესახებ მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა ზამბუანგის ამას ისაუბრა. ჯერ კიდევ ის ხვიჩა არ არის, რომელიც ნაპოლიში იყო, რომელსაც მე ვიცნობ, მაგრამ ეს ნორმალურია. ახალი ქვეყანა, ახალი გუნდი, ახალი გარემო. მან თანაგუნდელებთან საერთო ენა უნდა გამონახოს. კვარაცხელია მოხვდა გუნდში, სადაც დემბელე და დუე საოცარ ფორმაში არიან და ყველა შემტევ სურს თავისი სტატისტიკა გაუმჯობესოს. კვარაცხელიას თავისუფლება სჭირდება. ის უნდა გრძნობდეს, რომ გუნდელები ენდობიან. ხვიჩა ჯერ კიდევ ბოლომდე არ გათავისუფლებულა, ხოლო როცა ეს მოხდება, ხვიჩა ბევრს გააკვირვებს, ამბობს ანგისა. და სწორედ მაშინ, როდესაც ხვიჩას შესახებ ნაპოლიში საუბრები არ წყდება, მედიაში კიდევ ერთმა გასაიდუმლოებულმა ინფორმაციამ გავჟონა, სადაც ნათქვამია, რომ ნაპოლი კვარაცხელიას ტრანსფერზე დააშანტაჟეს. კერძოდ საფეხბურთო გადაცემა ნაპოლის ცენტრალის ეთერში იტალიელმა თავკაცმა მაურიციო დე ჯოვანიმ კვარაცხელიას PSG-ში ტრანსფერზე ისაუბრა, რომელიც დეტალურად შემდეგ ინფორმაციას გვაწვდის. კვირას ნაპოლი ტორინოს მასპინძლობს. მეტოქე სერიაში არავითარი мотиваცია არ გააჩნია. ნეაპოლური გუნდი კი სახლში თამაშობს და არ მესმის, რატომ მართებს სიფრთხილე. კონტემ სიმართლე თქვა, თუმცა ბოლომდე ვერ დამარწმუნა. ნაპოლი ჩემპიონატზე ერთადერთია, რომელიც იანვარში დასუსტდა. კონტეს სკუდეტოს მოგება უნდა, ამისათვის კი შესაბამისი შემადგენლობა მოითხოვა. ფიქრობ, სამწლიანი პროექტის უზრუნველსაყოფად დაპირება მიიღო. ამ სიტუაციაში კი კვარაცხელია საკითხის აკვანძო იყო, მაგრამ ნაპოლი დააშანტაჟეს და იძულებული გახდა გაესხვისებინა. ის რომ არ წასულიყო, გუნდი ჩემპიონი გახდებოდა. ქართველი იმიტომ წავიდა, რომ მისი კონტრაქტი არ იყო გაგრძელებული. ამით კი კონტი აღშფოთებულია და მას სრულად ვეთანხმები, განაცხადა დე ჯოვანი. რაც შეეხება კვარაცხელიას სანაკრებო მდგომარეობას, ოფიციალურად დადასტურდა, რომ ივნისის თვეში საქართველოს ნაკრები ორამხანაგურ მატჩს გამართავს. 5 ივნის თბილისში ფარერების ნაკრებს, 8 ივნის კი ქუთაისში კაბო-ვერდეს ნაკრებს ვუმასპინძლებთ. აღნიშნულ შეხვედრებს კი საქართველოს ნაკრების თავკაცი ბილი სანიოლი სატესტოდ გამოიყენებს. გატესტავს ახალ ტაქტიკას და სქემას, რათა სექტემბრის სიგრძს ნაკრები სრულად მზად შეხვდეს. ხოლო გავრცელებული ინფორმაციით ამხანაგურ შეხვედრებში ნაკრებს კვარაცხელია ვერ დაეხმარება. ამის მიზეზი კი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატია, რომელიც 15 ივნისიდან დაიწყება. პარიზული კლუბი კი ფეხბურთელებს კლუბიდან წასვლის უფლებას არ მისცემს, რადგან PSG სურს, რომ ამ ჩემპიონატზე თავი კარგად წარმოაჩინოს, სადაც მონაწილეობას არაერთი გრანდი მიიღებს. თუმცა ხვიჩა ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე დაუბრუნდება, ამიტომ საგანგაშო არაფერია. სკანდალური კლასიკო და 3 წითელი ბარათი, რაც ჩაიწერა ოქმში შეხვედრის შემდეგ. მუდრიკის დოპინგის საქმე უკრაინელის ისრუის დეტექტორზე შეამოწმეს. ხოლო თუ აქამდე ხარ მოსული, შეგახსენებთ, რომ ჩვენი მიზანია ავიდეთ 2000 მოწონებაზე, რის შემდეგაც ახალი ვიდეო ძალიან მალე გამოვა. ბარსამ კოპა დელ რეის ფინალში მადრიდის რეალს 3-2 მოუგო და ესპანეთის თასს 32-ით დაეუფლა. მატჩი კი დაძაბული გამოდგა და შეხვედრის ბოლოს რეალის ფეხბურთელებს ემოციების მოთოკვა გაუჭირდათ. რიკარდო დე ბურგოს ბონგოეჩიამ რეალისა და დარიგოთა სკამზე მყოფ 3 ფეხბურთელს წითელი ბარათი უჩვენა. ესენი კი არიან ანტონიო რუდიგერი, ლუკას ვასკესი და ჯუდ ბელინგემი. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ესპანელმა მსაჯმა მატჩის ოქმში დეტალები ჩაწერა, რის გამოც მან რეალის ამოთამაშეს წითელი ბარათი უჩვენა. 120 წუთზე ანტონიო რუდიგერს წითელი ბარათი უჩვენე, რადგანაც მან სათადარიგო სკამიდან საგანი მესროლა. წითელი ბარათის ჩვენების შემდეგ მას რამდენიმე ადამიანი აკავებდა, რადგანაც ის აგრესიულად იქცეოდა. 120 წუთზე ლუკას ვასკეს წითელი ბარათი უჩვენე. მან თამაში მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტა. მოედანზე რამდენიმე მეტრით შემოვიდა და უკმაყოფილებას გამოხატავდა გადაწყვეტილების გამო. შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯუდ ბელინგემი აგრესიულად განწყობილი იყო ჩვენ მიმართ. ის ჩხუბობდა და უკმაყოფილებას გამოხატავდა. ჩვენკენ მომავალი ბელინგემი კი თანაგუნდელებმა შეაჩერეს. წერს ბენგოეჩია მატჩის ოქმში. ლონდონის ჩელსის უკრაინელი გარემარბი მიხაილო მუდრიკი, რომლის დოპინგ ტესტმაც გასული წლის დეკემბერში დადებითი შედეგი აჩვენა, სიწრუის დეტექტორზე შეამოწმეს.
მოუწმეს. დონეცკის შახტარის გენერალურმა დირექტორმა სერგეი პალინკმა განუცხადა, რომელიც დეტალურად შემდეგ ინფორმაციას გვაწვდის. ბუდრიგსმა შემდეგ არაერთხელ ვესაუბრა მას არ ესმის, როგორ მოხდა ეს ყველაფერი. მას არანაირი წარმოდგენა არ აქვს. ამის გამო მისმა ადვოკატებმა სისხლის დეტექტორზე შემოწმება მოუწმეს, რომელიც მან წარმატებით გაიარა. ეს ამყარებს ვერსიას, რომ მიხაილოვს განზრახ არაფერი ჩაუდენია. ჯერჯერობით უცნობია მეორე ანალიზის შედეგები. ბუდრიგმა ნათლად აღნიშნა, რომ ტესტის დადებითი შედეგი მისი ბრალი არა. ახლა ის უნდა გაიკვეს თუ როგორ მოხდა ეს ყველაფერი. ადვოკატები კი სწორედ ამაზე მუშაობენ. განაცხადა სერგეი პალკინმა. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კი ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერი არხი და დაეხმარე მას განვითარებაში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.